დავსრულოთ უკვე, მაინც რომ რაღაც ანონსის სახით უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს. მაქსიმალურად შევეცდები რომ გიპასუხოთ. პირველ რიგში ერთხელ კიდევ შევახსენებ, რომ ხვალ 13 იანვარს 20 საათზე ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს გრიბოედოვის თეატრში. რაც შეეხება თქვენს კითხვას უწყვეტობასთან დაკავშირებით, სწორედ ამ პროექტის მთავარი მიზანი გახლავთ აი ამ კულტურული, თეატრალური და ვოკალური ხელოვნების კიდევ უფრო მეტად გაფართოებაც, უფრო მეტად აი ამ პროცესის გამრავალფეროვნება. აქედან გამომდინარე უწყვეტობა სწორედ ეს ციკლი გახლავთ, თაკო, რომელზეც არის ამ მისიის მთავარი შესრულება. რა თქმა უნდა გაგრძელდება, აქ არის საუბარი 40-მდე პროექტზე. შესაბამისად, მთელი წელი გვაქვს დაახლოებით გაწერილი. მასშტაბური პროექტი. 40-მდე თითქოს 40 კონცერტია, მაგრამ ეს თითოეული კონცერტიც ცალკეული პროექტია, ამის უკან უზარმაზარი გუნდი მუშაობს, ორკესტრი, ბენდი, საკმაოდ შრომატევადი. კონკრეტულ სახელებს არ დავასახელებ, იმიტომ რომ ეს არის მთლიანი ჩვენი, ასე ვთქვათ, სოლო კონკრეტული კონცერტები, ღონისძიებები გავაჟღეროთ ჩვენი ეთერიდან. დიდი იმედი მაქვს მედია პლატფორმის თქვენი ღიაობის, რომ თითოეული ეტაპობრივად, თითოეულ კონცერტის შესახებ აქვე გეტყვით, რომ ეს არის ყოველთვიური, ეს უწყვეტად გაგრძელდება 2027 წლამდე სრულად გვაქვს და ველოდებით თქვენს წარმატებას. წარმატება ჩვენ არ ვართ, ჩვენი კარი ყოველთვის ღია თქვენთვის, მით უმეტეს როდესაც ხარისხზე, გემოვნებაზე და ქართულზეა საუბარი. მადლობა, ზუსტად წარმატებები ხვალინდელ საგამოს. წარმატებები, მადლობა მოწვევის.